გამარჯობა მეგობრებო, დღეს ევროსკოპის სტუმრები არიან თენგო გოგოტიშვილი და კოკი იონათამიშვილი. ტრადიცია არის უკვე, როდესაც ევროსკოპი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაშია, საინტერესო ინტერვიუებს ვიწერთ თქვენთვის და ახლაც მგონია რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა. მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ დათანხმდით ევროსკოპს და რადგანაც აგვისტოს ესე მიწურულია, მაინც მინდა დავიწყო რუსეთ-საქართველოს ომით, იმ განცხადებებით, რაც მოვისმინეთ ქართული ოცნების წევრებისგან. ომის დაწყებას რაც შეეხება, ჩემი დაკვირვებით, წლიდან წლამდე არა უბრალოდ იცვლება, არამედ მძიმდება. ქართული ოცნების რიტორიკა მძიმდება, ქვეყნისთვის მძიმდება. იმიტომ რომ უკვე მივახციეთ ზღვარს, რომელიც უკვე საქართველოს შემოუტრიალდება, საქართველოს საწინააღმდეგო შემოbrunდება და არა ქართული ოცნების საწინააღმდეგო კონკრეტულად. ახლა ჩვენ აქამდე ვამაყობდით, რომ ჩვენ ხელში გვიჭრავს სტრასბურგის გადაწყვეტილება, ჰააგის გადაწყვეტილება, აგერ ამაში ეს წერია, ამაში ის წერია, ამდენი რეზოლუცია, ამდენი დადგენილება, ნულდება ყველაფერი. აი ეგერ მარშა ზახაროვა, გალუზინი, ისინი რა ქვია, ცხინვალი, სოხუმი, უცებ აყაყანდებიან, აყვირდებიან, აყებდებიან, იმიტომ რომ აი აძლევს პირდაპირ სალაპარაკოს. და წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო უახლოვდება აი პირველ რუსულ მონაცემებს. 2000 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, მე მგონი მომავალ წელს მაგას იტყვიან. ვართ რა ქვია, მარგარიტა სიმონიანის ქართულ თარგმანში. და აი ამის გამოსავალი უბრალოდ ხელისუფლების ცვლილებაა. ეხლა რიტორიკის ცვლილება, ნარატივის ცვლილება, სისულელე ამას ლაპარაკი, ხელისუფლების ცვლილება, ამის გამოცვლის ერთადერთი შანსი, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ნებისმიერი ხელისუფლების კარგი თუ ცუდი მისი პასუხისმგებლობის ზონაა. მარტივ კითხვას დავსვამ. რა შეეძლოს გაეკეთებინა სააკაშვილს, რომ ეს ომი გაეჩერებინა? რა უნდა გაეკეთებინა სააკაშვილს 2008 წელს, რომ 2006 წელს პუტინის მიერ გაცემული ბრძანება ომის მომზადებაზე და დაწყებაზე შეეჩერებინა? პლან ბ კაცი ამბობს. ორჯერ საჯარო თქვა. ჩემზე უკეთესად იცი. პლან ბ და სააკაშვილს რა უნდა გაეკეთებინა, როცა იმის პლანი არსებობს. და კიდე ერთი კითხვა მაქვს. თუ სააკაშვილი გიჟია და სისხლის წყუროდა და ან ყველაზე რბილად ვერ აიცილა პროვოკაცია. გამსახურდიას დროს რო დაიწყო ომი სამაჩაბლოში. შევარდნაძის დროს რომ დაიწყო ომი აფხაზეთში. ამ ომებს რას უშვებით? იმათ ვერ აიცილეს, ისინიც წამოეგნენ საქართველოს მტრების პროვოკაციას. მაშინ არ დაიკარგა მიწა? კოკი შენზე გადმოვალ და აიცი რა მინდა კითხო, თან უცნაური რა არის და აი შენ როგორ ხსნი რომ თან ამბობენ თქვათ რომ აი რაც თქვით უკვე რომ საქართველოს ფაქტიურად გამოდის ხო, რომ საქართველოს დაიწყო თუ სააკაშვილმა დაიწყო, რომელიც პრეზიდენტი იყო, გამოდის რომ ქვეყანამ დაიწყო, ოღონდ უცნაურია საკუთარ ტერიტორიაზე როგორ შეიძლება ქვეყანამ ომი დაიწყოს, მაგრამ ასევე რაც თენგომ თქვა იმ წუთას ამბობენ რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ჩვენ ჰააგაშიც და სტრასბურგშიც გავიმარჯვეთ და ანუ მართალია საქართველოს. აი ეს ორი ნარატივი ერთად როგორ ჯდება? მოგესალმებით, პირველ რიგში წარმატებას უსურვებთ ამ თქვენს მედიას. ნუ ზოგადად რაც თენგომ თქვა, მიყვები თითოეულ სიტყვას ვეთანხმები და ალბათ ამოცანა რა აქვთ მათ, ამოცანა აქვთ ქართველი ხალხის დეზორიენტაცია და დასავლური მხარდაჭერის შემცირება, რამენერად რომ მოხდეს თავიანთი კიდევ უფრო დიდი გამწობითი მავნებლური გეგმებისთვის. ეხლა რა ვიცი, მათი გეგმა რაც არის, სახელმწიფოებრიოს გვართმევენ ფაქტიურად და რუსული პროპაგანდა ერთ-ერთი საინტერესო ინტერვიუ თქვენთან იყო კასპაროვის, რომელმაც ცოტა პესიმისტურად თქვა, მაგრამ მე ვეთანხმები, თუმცა ეს მაინც არ არის პესიმიზმის საბაბი. მან თქვა, რომ ფაქტიურად პროპაგანდასთან ბრძოლა ფაქტოდ შეუძლებელია, როდესაც როდესაც ასეთი სახელმწიფო მანქანა გაქვს, ანუ ჩვენ ძალიან ხშირად პოლიტიკურად მიუღებელი კი არა, აი საღაზრს მოკლებულ რაღაცებს ამბობენ ხოლმე და იმეორებენ. მე მყავს რამოდენიმე ადამიანი, ვისაც ვიცნობდი ბავშვობიდან ვახლობლობდი და აი ესეთ რაღაცებს აზიარებენ ხოლმე, რომ აი გული შეგიწოხდება, რო ვერ იტყვი, უბრალოდ აი სამწუხაროდ ეჯერებათ, ხო და ამ პროპაგანდამ მოიკიდა ესე ფეხი სამწუხაროდ და
ну რაღაცნაირად ამას ჩვენ ვიცით რომ გავტეხავთ, მაგრამ აი სანამ გავტეხავთ, როგორც უკრაინელების წინააღმდეგ რუსები აბრძოლებენ კონვენციურ რომს, აი მანამდე ბოლო დღემდე ამ სისულელეების და პოლიტიკურად აი ქვეყნის დაღუპვის მცდელობას პირდაპირ ეთერში სამწუხაროდ დავაკვირდებით. ну დავაკვირდებით კი არ ვუყურებთ და რა ვიცი შეწინააღმდეგება არის და ზოგადად ჩვენი როგორც აი ხა ამ ყველანი ვართ ამ ბრძოლაში, ვინ მეტად აქტიურია, ვინ ნაკლებად აქტიურია, მაგრამ ერთი არის რომ სწორედ თქმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ შემთხვევაში ჟურნალისტებს აქვს ძალიან განსაკუთრებული ფუნქცია. საქართველოში რუსული პროპაგანდა აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული. არც ერთ ქვეყანაში ასეთი წარმატებისთვის არ მიუღწევი ის ანგარიშვალდებულება რო არა აქვთ ამ ხელისუფლებას და ზოგადად პოლიტიკოსებს, ხო? აი, ანუ ჩვენც არ ვთხოვთ არაფერს, ან მოქალაქეები არაფერს არ თხოვენ და ქართულ მოცემამ ხო გახსოვთ, არც არაფერი არ შეპირდა ბოლო არჩევნების დროს, მარტო აი ნაციონალურ მოძრაობას დავიჭერო, კიდევ ვინც მაგათი მეგობრები იმად დავიჭერო, ან რაღაცა აი პენსიას გავსდი, ეგეთი რაღაცაც კი ბოდიშს მოვიხდი. ხო. ბოდიშს მოვიხდი, ხო. ანუ რაღაცა კეთილდღეობის გაუმჯობესება და იქ უსაფრთხოებს არ ლაპარაკი, ხო? ანუ არც მოუთხოვეთ, არც უბრალოდ დეკლარირებას არ გაუკეთებთ, გზნობენ რომ ამაზე დიდად მოთხოვნა არ არის. იმიტომ თუ ცუდა თუ არ, თუ ვიღაც ავად არის თურქეთში მე უნდა წავიყვანო, თუ სწავლა მინდა გერმანიაში მე ანუ ოჯახის წევრი მე უნდა გავაგზავნო და ანუ სახელმწიფოს ფუნქციად ვერ ვხედავთ ჩვენ რა. ანუ მოქალაქის მეგობარი სახელმწიფო თითქოს არასდროს არ ყოფილა და ამით სარგებლობენ. თენგო, შენ უკვე წელიწადზე მეტი აქ ხარ რიგაში. მაყურებელს ძალიან კარგად გიცნობს ახლა, ჩემზე ლაპარაკიც არ არის, ჩვენ დიდი ხნის კოლეგები და მეგობრები ვართ. შენი საკუთარი YouTube გადაცემა გაქვს, მშვენიერი ნახვები აქვს და საინტერესოა და აი შენ რასაც ადევნებ თვალყურს აქედან, აი ლატვიის გადმოსახედიდან რამდენად მნიშვნელოვანია, ერთი არის ამოცნობა, ხო, ამ დეზინფორმაციის და პროპაგანდის, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია კონდეს იარაღი თუ ბერკეტი თუ არ ვიცი, ცოდნა, როგორ შეებრძოლო ამას და საერთოდ ვისი ფუნქციაა ეს? პროპაგანდა არის ორგანიზებული მავნებლობა. სახელმწიფოებრივად ორგანიზებული მავნებლობა და ძალიან კარგად ვიცით ეს პროპაგანდა თან საიდან მოდის, ხო? კოცები ხო არ წერენ არაფერს, რის დამწერები არიან. კოცებს აქვთ, ყავთ, რჩეველი თუ არ ვიცი, გურუ თუ არ ვიცი რა ქვია, შამანი, ყავთ რაღაცა შუშის სასახლეში ცხოვრობენ ტიპები, ან ფსბ-ს თანამშრომლების ხედან სუსში და აი რაღაცებს ისურიან, რაღაცა მესიჯებს და მე ამას მიყვება მთელი ქართული ოცნება და სამწუხაროდ მთელი ქვეყანა. მათ აქვთ გადასარევი სახელმძღვანელოები, რომლებსაც ამ სახელმძღვანელოებს რუსები წერენ და ანახლებენ ბევრი საუკუნეა უკვე. ისეთი გამოცდილი ერი პროპაგანდაში როგორც არის რუსეთი და ისეთი გამოცდილი იმპერია რუსეთი როგორც არის რუსეთი მე სხვა არ მეგულება არ ვიცი იმიტომ რომ ყველა იმპერია დაინგრა და ამან იმდენჯერ შეიცვალა ფორმა მაგრამ ეს პროპაგანდა მაინც რჩება იმიტომ რომ პროპაგანდაზეა მთლიანად აწყობილი ცარიზმის დროსაც ეგრე იყო კომუნისტების დროსაც ასეა და ეს შეჩვენებული თუ დემოკრატები თუ ვინ არიან ეს ტერორისტები ესენს პროპაგანდაზე არიან მთლიანად დაფუძნებულები ეს იციან ყველაზე კარგად და არაჩვეულებრივად გამოსდით და აი მამათ აიღეს კოცებმა აიღეს უბრალოდ გადმოთარგმნეს და ახლა ქართული ვარიანტი გვაქვს რუსული პროპაგანდის ამასთან ბრძოლა არის კონკრეტ მართალი ძალიან რთული ამასიან ჩამივარდა რუკა ხელში 1840-იან თუ 50-იან წლების რუკა მეფის რუსეთში განათლების სკოლების რაოდენობა და განათლების დონე, წერა-კითხვის, ესე რა ქვია, მწოდნეთა რაოდენობა. სად არის ყველაზე მაღალი მონაცემები? ბალტიაში. ბალტიაში, ფინეთში და პოლონეთში. ვინ მიაღწია ყველაზე მეტ წარმატებას რუსული იმპერიისგან გაქცევის შემდეგ და ვინ გაექცა ზოგადად ამ იმპერიას? ბალტია, პოლონეთი, ფინეთი. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ცუდი მონაცემები იმ რუკით. ნუ ახლა ჯობი ვართ რაღაცა წუმენს და რაღაცას ჯობი ვართ. მაგრამ საკმაოდ ცუდი მონაცემები გვაქვს და გვეტყობა კიდევაც. თუნდაც იმ ტესტებით, რომელსაც ჩვენი ბავშვები ვერ აბარებენ, თუნდაც იმ ტესტებით, რომელსაც ჩვენი მასწავლებლები ვერ აბარებენ. ეხლა საერთოდ 11 წლიანზე გადაიყვანეს ქართული სკოლა და საერთოდ ჩამოაცილეს ამ ბოლონიის პროცესს. მოკლედ, მიზან მიმართულად მავნებლობენ. ის განათლების ის აი გაუბედურებული განათლება, რომელმაც დაიწყო წამოწევა, ახლა ბოლომდე უნდა ჩაჩეკმონ და ბოლომდე უნდა ჩაძირონ. ჩვენი თავარი პრობლემა საქართველოს არის განათლება.
ხო და აი ნახე ხა შენ ისეთ ცოტა შორეულ პერსპექტივაზე მართლა ეს ხვალდაზე ხო არ გადაწყდება ამ განათლების ამბავი, მაგრამ აი ზოგად ვითარებაზე რო ვილაპარაკოთ, ხა რუსეთის თემატიკაც შენ ძალიან კარგად იცი, ძალიან ბევრი სიუჟეტი გაგიკეთებია. აი მე იცის სულ რა მიკვირს, რომ აი ეს რაღაც ორაზროვან ნარატივებს უშვებენ რა. თან ეს ზუსტად რუსული პლეიბუქის და თან რომ მაინც ევროპაში მივდივართ, მაინც რუსეთი კი ვერ ამბობენ რომ ოკუპანტია, მაგრამ აი იშველიებენ ამ სტრასბურგის და ჰააგის გადაწყვეტილებებს. ანუ ესეც რაღაც ესეთი მეთოდი არის. ხო, იმიტომ რომ ბოლომდე ვერ მოანდომეს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ მომხრეებად მიაჩნიათ. ბოლომდე ვერ მოანდომეს კრასნოდარის კრაის ნაწილად დაბრუნება. და თვითონ ხედავენ, თავისავს იქ ხედავენ. თვითონ არ ვიცი, რუსეთში რო გაქვს მილიარდები ნაშოვნი, სადგინა საკუთარ თავი დაინახო, არ ვიცი. თვითონ რუსებს, რომლებსაც მაგრამ თან საფრანგეთის მოქალაქე ხარ. თან საფრანგეთის მოქალაქე ხარ. ისინი გარეთ გადიოდნენ, რატომ არიან უკმაყოფილო ხა ძალიან ბევრი რუსი, რომ დაიკეტა უკვე მათთვის ცივილური ხო და აი ამას საშუალო სტატისტიკური ხოცი როგორ მიხვდება, როდის მიხვდება? ეუბნებიან რომ აი გახსოვს რა კარგი პლომბირი იყო საბჭოთა კავშირში, ჩვენ ახალგაზრდობაში რომ კინოში 15 კაპიკი ღირდა ბილეთი თუ რა ღირდა და ხინკალი 10 კაპიკი ღირდა, მაქსიმუმ 15 კაპიკი, ლუდი იყო 50 კაპიკი თუ რამდენი იყო ლუდი. გახსოვს რა კარგი ცხოვრება ქონდა. ყველას სამუშაო ყველას ქონდა, ყველა დასაქმებული იყო და ზის ის საწყალს აღა სოფლის ბირჟაზე მუშაობა ეზარება. ახიტამალი გამიძვირდა. იმის რა ქვია, სასუქი გამიძვირდა, ეს გამიძვირდა, ტრაქტორის დიზელი გამიძვირდა. აი რა კარგი იყო, კოლმეურნეობიდან მოვიპარავდი დიზელს, ტრაქტორის დაუზახებდი. ჩემ მეზობელი იყო, გააკეთებ და მომიხნავ და მიმოს რა ქვია, მინდორს. აი მართლა მოსეს 40 წლის ამბავი რო იყოს. ეს მენტალობა თავისით არ გადაშენდება, ეს ბაბუიდან შვილიშვილებს გადადის უკვე. და შვილიშვილები ხდებიან ეს ტიპები, არ ახსოვს საერთოდ კოლმეურნეობა, მაგრამ ფიქრობ მე რომ იქნებ იქ კარგია. თუმცა არის დიდი ნაწილი, საბედნიეროდ არის დიდი ნაწილი, მათ შორის მე მგონი იმათ მომხრეებში, ვისაც ამდენი კი ესმის რომ ევროპა მდიდარია. ამას ხედავენ რომ ევროპა მდიდარია და რუსეთი ღარიბია, მაგრამ როგორ უნდა დაამარცხო ხა ზოგადად ევროპული იდეა, უნდა უთხრა რომ ის მდიდარია, მაგრამ ის ბინძური ფულია. ეს ფულს იშოვი თუ გეი გახდები. თუ შვილს გაყიდი, თუ ინცესტს დააკანონებ, აი რაღაცა არ ვიცი. კაცს თუ ცოლად მოი, ხო მართლმადიდებლობაზე თუ უარ სიტყვი და იეღოველი თუ გახდები, ან ანგლიკანი თუ გახდები, არ ვიცი. აი ასეთ სიგიჟეებს ეუბნებიან. ამით უნდა შეაზიზღონ ევროპა, იმიტომ რომ სხვანაირად ახლა ტელევიზორი მაინც ყველას აქვს და ყველა ხედავს რომ ევროპა არის კეთილდღეობა, ევროპა არის მშვიდობა, ევროპა არის დავარცხნილი ადამიანები, ევროპა არის გაღემებული ადამიანები, ევროპა არის უზრუნველყოფილი ადამიანები, ევროპა არის მედიცინა, რომელშიც ძალიან უნდა ამას მოხვედრა, რაღაცა რო ემართება. ევროპა არის სოციალური დაზღვევა, ევროპა არის, ავიცი, კარგი მანქანა, კარგი ბინა, უსაფრთხოება. ევროპა კარგია ზოგადად. მაგრამ აი ის რაღაცნაირად უნდა შეაზიზღოს ახლა ის ევროპა და დასავლეთი, რომ აი ის სატყანაა იქ რაღაც ჩაბუდებული, აი შეხედე კუდი უჩანს, ჩლიქები და რქები უჩანს. გაღწენილი და გაფუჭებული, ამიტომ მოდი არ გვინდა ისევ ეს ჩვენი ეძინა ვერეც ჩავეხუტოთ და ხმელაპური გავიყოთ ჩვენ და რა ქვია, ჩვენმა ოკუპანტებმა, მაგრამ სამაგეროდ ცხონდებით. აი, ბევრზე ეს პრიმიტიული რაღაცეები მუშაობს, მაგრამ რა ვიცი, მე მაინც ოპტიმისტი ვარ, კოკის არ იყოს და მგონია რომ წამოვა თაობა, ან წამოვიდა თაობა, რომელთანაც რაღაც სხვანაირი მუშაობა იქნება საჭირო რა. და სადღაც გაწყდება, აუცილებლად გაწყდება სადღაც, იმიტომ რომ სადღაც იმხელა ნაწილი დასვამ საზოგადოებისა კითხვას, რომ თქვენ ბოდიში და ცოტა ხო არ უბერავთ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გამცემები აღარ იქნებიან უკვე. რა რეპრესიული აპარატიც არ უნდა ქონდეთ. როგორც არ უნდა უტყან თავში ისინი რა ქვია, ხელკეტები და რა პირველი მსოფლიო ომის იარაღით, ქიმიური იარაღით დაწამლონ ადამიანები.
ამ კითხვას ვეღარ უპასუხებენ. უბრალოდ აღარ ექნება პასუხი ამ კითხვაზე. კოკი, მე მინდა კითხო და ნელ-ნელა ფინალისკენაც წავიდეთ. აი თენგომ თქვა, რომ სადღაც აუცილებლად გაწყდებაო. აი ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია იმ მომენტში და ისეთ დროს არ გაწყდეს, როცა ევროკავშირის კარი უკვე დახურული იქნება და გაწყდება და დავრჩებით ისე და ამის საფრთხე თუ არის, თუ გონია რომ მაინც ევროკავშირის კარი და ეს შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ რაღაც პერიოდი იქნება ღია. ხო, ну, შეფასებები სუბიექტურია, მაგრამ მე მგონია, რომ კი, ანუ მე მგონია, რომ ერთის მხრივ გარე ზეწოლაც გაძლიერდება და მე საერთოდ შეიძლება რაღაც ცოტა ეგოისტური ნათქვამია, იმიტომ რომ საქართველოში არ ვცხოვრობ, მაგრამ ხშირად აქტივისტები ან პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თავარი ბრძოლა საქართველოში იქნებაო. მე ესე არ ვუყურებ. მე ვუყურებ, რომ ეს ბრძოლა ერთია. ბუნებრივია, რომ გაფორმდება საქართველოში, მაგრამ როცა გაფორმდება და ეს მავნებლები ჩამოვარდებიან, მათ შორის ხო იმიტომაც მოხდება ეს, რომ ბიძინა დაასანქცირეს, ხვალ კიდევ უფრო დაასანქცირეს, რაღაცა მოხდება, პოლიტიკური კომუნიკაცია შეწყდა, ზეწოლა გაიზარდა. ანუ ჩვენ ესე კონკრეტული ერთი ფაქტის გამო ეს არ მოხდება. და ამიტომ ეს ერთი ბრძოლაა, ჩვენ ვართ ერთი ბრძოლის ნაწილები სულ ყველა ერთად, თუმცა განსაკუთრებული მადლობა პირველ რიგში მართლა პოლიტპატიმრებს და მეორე რიგში იმ ხალხს, ვინც რუსთაველზე ამ ინარჩუნებს ამ პროტესტის უწყვეტობას. რა თქმა უნდა, იქვე ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს და სხვებსაც, მაგრამ ამ ხალხს განსაკუთრებით გამოყოფთი და მე მგონია, რომ ეს ყულფი ნელ-ნელა მაინც იკვრება. რა უბრალოდ სარგებლობენ იმითი, რომ საერთაშორისო დღის წესრიგი გადატვირთულია, ანუ კოცები სარგებლობენ ამითი და მათ შორის ნაციონალური დღის წესრიგებიც გადატვირთული აქვთ ბევრს. ხო, ბევრგან არჩევნებია და თქვენ ახსენეთ მაგალითად ახლა დეზინფორმაციას და უკვე დღეს და გუშინ გამოჩნდა, ხო, თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ საფრანგეთში ცდილობენ უკვე რომ ჩაერიონ რუსები და ამ პროპაგანდას ყველგან მეტნაკლებად ერთი სტილი აქვს, ანუ ისინი ცდილობენ სიტუაციის ამღვრევას და აი ყველანი ცუდები არიან და ის რომ აინტერესი დაუკარგონ ადამიანის პოლიტიკური აქტიურობის. ჩვენ როლს როგორ ხედავ ამ პროცესში? და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? აი კოკი მახსენა ჩვენი რა ვიცი, ყოფილი კოლეგები და დღეს ჩვენ სულ სხვა მხარეს ვართ, ისინი სულ სხვა მხარეს, მართლა ვეღარ ჩავთვლი სამწუხაროდ მათ კოლეგებად, მაგრამ აი შენი გადმოსახედიდან ჩვენი ფუნქცია რა არის დღეს? მე ჩემთვის ვერ ვხედავ აი პირველ კურსელებს რო ასწავლიან ობიექტური ჟურნალისტიკას, რომ იმასაც უნდა მოусმინო, ამას უნდა მოусმინო, ამის 3 წამი, იმის 3 წამი, იმის 3 აი ამაში ჩემ როლს საკუთარ თავს ვეღარ ვხედავ, იმიტომ რომ ჟურნალისტიკი და აი ამ კლასიკური გაგებიდან მარტო მე არ გავდივარ, ზოგადად სოფლიო ტენდენცია უკვე რომ ასეთი ჟურნალისტიკა მთავრდება, ან შეიძლება დამთავრდა. საკუთარი აზრის მქონე ადამიანების დრო მოვიდა ჟურნალისტიკაშიც. არ ვახვევ არავის თავს ჩემს აზრს, მაგრამ მე ვეუბნები ადამიანს იმას, რასაც მე ვფიქრობ და პირდაპირ ვეუბნები, რომ აი, იცი რა, შეგიძლია ამას დაუჯერო, მაგრამ აი არის კონკრეტული ტიპი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუჯერო, იმიტომ რომ ეს ვიღაცა რომ ესეც პროპაგანდაა. ხო და უბრალოდ აღარ მიყურებს. და მე ამისთვის მზად ვარ, აბსოლუტურად შეგნებული მაქვს, ამას ვამბობ, რომ მე კარგად მესმის, რომ არა ვარ და არ ვცდილობ პოზიციონირებას, რასაც ქვია, რომ ვარ შუაში ობიექტური, ყველას უსმენ, ყველას ვაძლევ ერთნაირად ეთერს, ყველას ვაძლევ ტრიბუნას, ორივე ყურით კარგად მესმის ამათიც და იმათიც, კოცების ნალაპარაკების მესმის, რადიკალური ოპოზიციის ნალაპარაკების მესმის, არა, ჩემთვის ეგ დრო დამთავრებულია და ეს დრო საქართველოში დაამთავრა ბორე ევანაშვილმა. თავიდან როცა თქვა, რომ მე შუაში უნდა გავკრიფო, შუაში გაკრიფაში იგულისხმა თავიდან თითქოს პარტიები იგულისხმა და მართლა გაკრიფა შუაში და აღარავინ აღარ დატოვა, ერთი მე ვარ და მეორე აი ეს რადიკალები და მეტი აღარავინ აღარ არის, მაგრამ ეს მე ავტომატურად გადავიდა სამოქალაქო ორგანიზაციებზე, რომლებიც ასევე აღმოჩნდნენ მისი მტრები, იმიტომ რომ ზოგადად ეხლა ადამიანები, რომლებიცაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული სისტემის არსებობა და რომლებიც თავისთავად განაპირობებენ დემოკრატიული სისტემის არსებობას, რომელთა არსებობაც განაპირობებს დემოკრატიის რაღაცა ნიშანს. ის ადამიანები მისი მტრები აღმოჩნდნენ და რა თქმა უნდა მედია. თუ არ იდენტიფიცირებს შენს პირადად შენ თავს რომელიღაც ფლანგზე, ისინი გაიდენტიფიცირებენ, ანუ
ნახე როგორ არის ამას ვიდისგან ყველანი გაგვიყვება. ანუ შენ არ მოგწონს ქართული ოცნება მაშინ შენ ჩვენი მტერი ხარ მადლობა კიდე ერთი კითხვა თუ შეიძლება კიდე ერთი კითხვას დაუსვით თქვენ თავს შენს და კოკი შეიძლება და მასე დავამთავროთ რა ხო აი კითხეთ ანუ რაღაცა უფრო გჯერათ თუ უფრო გეშინიათ ხო მე ვერც ვიტყვი რომ ისეთ რამეებზე ვსაუბრობთ რომ ხანდახან თითქოს გვიჭირს და ეს 2x2 4-ია მაგრამ რა ვიცი მე ვგზნობ რომ როგორც ყველა არაფერი ორიგინალური მაგრამ ჩვენ ვართ ევროპელები და ევროპის პოლიტიკური გაერთიანება რაც ევროკავშირია ამაზე კარგი მოდელი რა ვიცი მე არ მგონია რომ კაცობრიობა შეექმნა ეს არის ქრისტიანულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ეს არის ჩვენი სახლი მაგრამ ეს არ არის 64 აქ არის ბევრი შეცდომა, ბევრი გამოწვევა ხდება, მაგრამ რავი ჩვენ 64-ს არ ვეძებთ აქ, ხო, სხვაგან უნდა ვეძიოთ 64 და ეს ჩვენი სახლია, ჩვენ არსად არ მივდივართ და ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამასთან დაპირისპირება, ამასთან ბრძოლა, იმდენად რაღაც უშინაარსოს და უაზროც გონია, რომ კი შეიძლება რაღაც ტკივილი და ტანჯვად თუნდაც, იმიტომ რომ ადამიანები ციხეში არიან და შეურაცხყოფას აყენებენ. ესეთი რაღაცები ხდება და მოხდება და ეს არის რაღაც ემოციური და ფიზიკური დანაკარგი, მაგრამ ის რომ ჩვენ იქ ვიქნებით სადაც გვინდა და სადაც ჩვენი ადგილი, ამაში ეჭვი არ მეპარება. არავინ არ ამბობს რომ იდეალური არსებობს სოფლიოში ან რამე ორგანიზაცია ან რომელიმე ქვეყანა ყველაფერი არის შედარებითი და ამ შედარების ფონზე ნამდვილად ევროკავშირი ჯობია რუსეთს. მადლობა. მადლობა.